ბოლომდე ამოქმედდება. კონტროლის პალატა აუდიტის სრულყოფასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. ლევან ბეჟაშვილის უწყებამ გზების დეპარტამენტთან ერთად გომბორი-თელავის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მონაკვეთზე საჩვენებელი აქცია მოაწყო. მალე კონტროლის პალატა საგზაო ინფრასტრუქტურას და ამ კუთხით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ახალი მეთოდით სპეციალური პულსური რადარით შეამოწმებს. რადარის ტესტირებას დღეს გერმანიდან მოწვეულ ექსპერტთან ერთად კონტროლის პალატის თავმჯდომარეც თავად დაესწრო. ლილი გოგოხიას რეპორტაჟი. მიწის სიღრმეში საჭირო მონაკვეთის პოვნის შემდეგ ეს უახლესი აპარატურა გზატკეცილის დეტალურ შესწავლას იწყებს. თანამედროვე რადარი გზის საფარის კონსტრუქციაზე ყველა საჭირო ინფორმაციას იძლევა. იკვლევს ბეტონის და ცემენტის სისქესმის რაოდენობას და გზის დაგების ხარისხს. ასევე აჩვენებს მილსადენების და მიწისქვეშ საკომუნიკაციო სისტემის მდგომარეობას. იმპულსური რადარით სპეციალისტები გზატკეცილის ყველა ხარვეს და პრობლემურ ადგილს პოულობენ. ეს მოწყობილობა სამშენებლო ობიექტების ხარისხის შესაფასებლად უნიკალური საშუალებაა. ზომავს სიმკვრივეს, სიღრმეს და მასალების ყველა პარამეტრს. საქართველოში ამ მეთოდის დანერგვა ყველა სტრუქტურას მუშაობას გაუადვილებს. გზის საფარის სისქის ხარისხის და მდგომარეობის გამოკვლევას კონტროლის პალატა უახლესი რადარის საშუალებით გეგმავს. კონტროლის პალატა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს. ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რომ ეს მეთოდი აუდიტის სფეროში უწყების სრულყოფილი მუშაობის გარანტია. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მაღალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოს ხარისხის კონტროლი, ხარისხის დაცვა და შესაბამისად მათ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სამუშაოების გაწევა მოუწევთ ხარისხიანად, სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მიზნით. მინიმალურ დროში მაქსიმალური ხარისხი კონტროლის პალატაში ეფექტური კონტროლის მიღწევისა და სიახლის აუცილებლობაზეც საუბრობენ. რადარი შეგვიწყობს ჩვენ ხელს, უფრო ეფექტიანად ჩავატაროთ ჩვენი აუდიტი, გამოვიყენოთ და დავხარჯოთ ნაკლები ადამიანური და დროის რესურსები. უახლესი ტექნოლოგიით პირველი ტესტირება ახლა დაგებულ გომბორი-თელავის გზატკეცილზე უკვე ჩატარდა. მონაცემებს სპეციალისტები შეისწავლიან და აღებულ სინჯებს ლაბორატორიაში გაგზავნიან. მიღებულ დასკვნებს კი გზის საფარის დაგების სტანდარტებს შეადარებენ. დამატებით მონიტორინგს ჩაუტარებს გზებზე შესრულებულს როგორც არეაბილიტაცია, ასევე სამშენებლო სამუშაოებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე მიღებული იქნება დადებითი შედეგები. იმპულსური რადარის საშუალებით მაგისტრალების, ქუჩებისა და ხიდების გარდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკების და მსგავსი ნაგებობების სისქე, ხარისხი და მდგომარეობაც მოწმდება. კონტროლის პალატა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ მეთოდებს მალე საქართველოში პრაქტიკულად განახორციელებს.